კარგი, დავიწყოთ მაშინ. დაახლოებით 70 ჰექტარზე ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთდება რეკრეაციული სივრცე, რომელიც ჩვენს თანახმადებლებს მიცემს იმის საშუალებას, რომ ყველა ასაკის მოქალაქე შეეძლოს იქ დასვენება, გართობა და ხდებით ახლა მასშტაბ 70 ჰექტარი არ არის 7 კვადრატი და ამხელა მასშტაბების სამუშაოებზე არის საუბარი. იქვე მიმდებარედ, აი, სადაც ჩვენი ოლიმპიური სტანდარტების აუზი არის გაკეთებული, დაპროექტებული არის უკვე და პროექტში გამარჯვებული არის კონკურსანტი, გამარჯვებული არის უკვე და 5000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტის სასახლე კეთდება, რომელსაც ექნება თავისი სათადარიგო 850 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზი და რატო დაერქვა ამას მულტიფუნქციური. მოგეხსენებათ ბატონო ალექსანდრე, რომ ქუთაის არასდროს არ ქონია საკონცერტო არენა და ჩვენ თუ როდესმე ვიწევდა რაღაც ანსამბლების ან მრავალრიცხოვანი ჯგუფების მიღება, ან მესხიშვილის თეატრში შევდიოდით, ან ოპერის თეატრში, რისთვისაც ეს სცენები გათვალისწინებული არ იყო. ჩვენ ვთხოვეთ მთავრობას, რომ ამ სპორტის მულტიფუნქციურ დარბაზებში შესაძლებელი ყოფილიყო გათვალისწინებული, რომ მოწყობილიყო მუსიკალური არენა, რაც გათვალისწინებული არის და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ იქ ის საკონცერტო დასი იქნება თუ ცეკვის როგორ არის ბატონოშოთა უფრო სწორად ანსამბლები, ხო? და უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები მივიღოთ. ეს ტერიტორია მთლიანად დაიტვირთება სპორტული ჰაბებით, იქ გაკეთდება, როგორც იცით ახლა და მე მგონი ნანახი გექნებათ, ფეხბურთის აკადემია არსებობს, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები და ჩვენი იმერეთის ბავშვები იზრდებიან და ეუფლებიან იმ ფეხბურთს. ასევე არის ოლიმპიური სტანდარტების აუზი. ოლიმპიური აუზის გვერდით ჩვენ რაგბის კავშირს გადავეცით მიწა უსასყიდოდ იმ პირობით, რომ იქ მოეწყობა საბავშვო რაგბის აკადემია. მე მგონი ეს ტერიტორია მთლიანად მოვიცავთ. ეხლა გეტყვით კიდე, რომ ჩვენი ისტორიული საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ალბათ დაარსების დღიდან არ ღირსებია, რომ იქ კაპიტალური რემონტი გაკეთებული. ვიცოდით, ყველა ჩვენო მეგობარმა იცოდა იქ არსებული სიტუაცია, რა საგანგაშო მდგომარეობაც იყო და ამ სიტუაციაშიც მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სრული რეაბილიტაცია გამოცხადდა საჯარო ბიბლიოთეკის. ბიბლიოთეკა უკვე დაცლის პროცესში არის, რეალურად პროექტი არსებობს, ის საფუძველზეც უნდა გახორციელდეს სამუშაოები და აი ხა მასშტაბიდან გამომდინარე, ალბათ იქაც წარმოგიდგენიათ რა თანხებისთან იქნება საუბარი. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის და თაბუკაშვილის კვეთაზე. მოგეხსენებათ, ხო, იქაც წლების განმავლობაში არანაირი ღონისძიება არ გაკეთებულა, გარდა იმისა, რასაც ჩვენ თვითონ ჩვენი ძალებით ან ახალი განაშენიანების განახლება იქნებოდა, ან ძელსკამების განახლება იქნებოდა. დაწყებული არის ბატონო ალექსანდრე სრული რეაბილიტაცია, დღესაც იქ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიბრძანდეთ, დაათვალიეროთ და ჯერა რომ თქვენს გესიამოვნებათ იქ ისეთ სამუშაოები კეთდება, რენდერები არსებობს მაგის და ისიც შეგიძლიათ ნახოთ რა კეთდება. გავაგრძელოთ? ჭავჭავაძის ეგრეთ წოდებულ ხიდებთან არის ძალიან დიდი ტერიტორია, რომელიც ნიტაფონის ქარხნის გაგრძელებაზე არის. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს კონკურსი და წარმოდგენილი არის რამოდენიმე ვერსია, როგორი რეკრეაციული სივრცე შეიძლება იქ გაკეთდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ რამოდენიმე კონკურსანტის ნამუშევარს გავეცანით და არ ვიცი, იქ ალბათ გარდა იმისა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთდება, კიდე ერთ-ერთი დიდი და მასშტაბური რეკრეაციულ სივრცეს მივიღებთ ქუთაისში. და ეხლა ალბათ იტყვით, რომ ამდენი დასვენება, ამდენი რეკრეაცია, ამდენი გასართობი ხალხს როცა უჭირს, თქვენ რამდენ სკვერებს რატო აკეთებთ? დამატებით იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ პრემიერის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჩაგვერიცხა 40 მილიონი ლარი და ამ 40 მილიონ ლარსთან დავალება მოყვა, რომ მოქალაქეებიდან წამოსული პრობლემები აიღეთ და ეცადეთ, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ ამ თანხით. ჩვენი მეგობრები, თქვენი კოლეგები გავიდნენ მაშინ ველზე, მოიტანეს ყველა ის პრობლემა, რაც იმ დროისათვის არსებობდა ქალაქში და უბნებში და ამ თანხით, ამ 40 მილიონი ლარით ჩვენ ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად დროულად მოგვეგვარებინა ეს პრობლემები. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ქალაქს წლების განმავლობაში აწუხებდა,
გეთანხმებით ჯერა რომ თქვენ ციციც და მეც ხედავდი ამას ყოველთვის იყო დასუფთავების პრობლემა. ქალაქს იმდენად ძველი ტექნიკა ყავდა, ფიზიკურად ვერ ახერხებდა შესაბამის სამსახური, ქალაქზე მომსახურეობა გაეწია დროულად. ამისათვის დაახლოებით 25 ერთეული სპეციალიზირებული ტექნიკა იქნა შეძენილი, რომლის უდიდესი ნაწილი უკვე შემოსული არის ქალაქში და წლის ბოლომდე დამატებით კიდევ უნდა შემოვიდეს რაოდენობაც სადღაც 5 ერთეული არის დარჩენილი, რომელსაც ველოდებით. ნაგვის შემკრები ურნები სრულიად განახდება ქალაქში და მომდევნო წლის დასაწყისში ალბათ იანვრის ბოლოდან დავიწყებთ ქალაქში ამ ნაგვის შემკრები ურნების ჩანაცვლებაც. პროგრამა, რომელიც ქუთაისში არ ყოფილა, ეს არის ლიფტების პროგრამა. ჩვენ მხოლოდ რემონტით შევდიოდით სადარბაზოებში და ყოველთვის ვიწევდა რამოდენიმე თვეში ისევ აღნიშნულ პრობლემას რო დავბრუნებოდით შეკეთების კუთხით ვამბობ. თანხა იხარჯებოდა, მაგრამ შედეგს რამოდენიმე თვის მერე ისევ კარგავდით და გადავწყვიტეთ, რომ სრულიად ახალი ლიფტებით შევსულიყავით. დაახლოებით 30 სადარბაზოში წელს შეიცვალა ლიფტები და ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში ლიფტების რაოდენობას ავიყვანთ, გავაორმაგებთ და დაახლოებით 60 სადარბაზომდე ავალთ 2026 წლის ბიუჯეტში. ჩვენ პირობა გვაქვს მიცემული ჩვენი თანახმადაკელებისთვის, რომ არც ერთი სადარბაზო ქუთაისში ძველი ლიფტით არ დარჩება. აღარ ვსაუბრობ საგზაო ინფრასტრუქტურაზე, დამცავ კედლებზე, ფასადებზე, სანიაღვრე სისტემაზე და ყველაზე მეტად რაც მიხარია ალბათ მეც და ჩემ მეგობრებსაც არის ქალაქისთვის იმ სილამაზის დაბრუნება, რასაც ფასადების სრული რეაბილიტაცია ქვია. ხედავთ ალბათ ქალაქში რამოდენიმე კორპუსზე სრულიად შეიცვალა ფასადი და თქვენს კითხვაში თავიდანვე ახსენეთ მოქალაქეთა ჩართულობა. არც ერთი ის პროექტი, რომელიც მოქალაქეებთან უშუალოდ კავშირში არის, მათთან საუბრის გარეშე, მათთან შეთანხმების გარეშე ქალაქში არ განხორციელებულა ბოლო პერიოდის განმავლობაში და ვფიქრობ ესე გავაგრძელებთ. იმიტომ რომ ეს პროექტები, ყველა პროექტი, რაც საბინაო ინფრასტრუქტურას ეხება, მათთვის კეთდება და პირველ რიგში მათთვის უნდა იყოს მოსაწონისი და შემდეგ ჩვენც ვიამაყებთ ამ ქალაქს როცა სილამაზეს დაუბრუნდით. დანარჩენს იმ საკითხებს, რაზედაც ისაუბრეთ, გეთანხმებით მეოთხე სკოლაზე, რომ სერიოზული პრობლემა არის და იქ კომპანია უკვე რომელმაც თავის დროზე დაიწყო გრევის სამუშაოები, მიატოვა ეს ტენდერის პირობა და ის თავისთვის აგებს პასუხს ამაზე, სამინისტრო არის ინფორმირებული ყველა ამ დეტალის შესახებ და ველოდებით უახლოეს პერიოდში, რომ ახალი ტენდერი გამოცხადდეს მეოთხე სკოლის აბშენებაზე. თან ეს არის არეალში არის ეს სკოლა, სტატუსიც თავის მატარებელი სტატუსი ჰქონდა და ამიტომ ამ საკითხს ძალიან ფაქიზად უნდა მოთხრობა და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე უკვე ეს ახალი პირობით ტენდერზე დაიდება მეოთხე სკოლის მშენებლობა. და ეს დავამატეთ კიდე ბატონ ალექსანდრე, ბოდიში გამომჩა ჩვენი ქალაქის ძველი უბნის სრული რეაბილიტაცია. ეგ არის მეორე ეტაპი იმის გაგრძელების, რაც განხორციელდა ხო, ძველი უბნების, რომელზედაც უკვე ორი სამინისტრო მუშაობს, რათა ამ უბნებმა შეინარჩუნოს ის იერსახე, რითაც ამაყობდა ყოველთვის გაპონოვის ქუჩა, მწვანე ყვავილას დასახლება, ვარლამიშვილის ქუჩა. ეს იქნება უკვე მეორე ეტაპი იმ გაგრძელებისას, რაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე